გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამოშიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები საეთერო სტუდიაში მუშაობთ წამყვანი კატო და ხმის რეჟისორი თიკო ჟვანია. სტუმრად კი გვეწვია ბაია გალერეას დირექტორი ბაია წიქორიძე, ხოლო სატელეფონო ჩართვით შემოგვიერთდება TBC Art Gallery-ის დირექტორი ქეთევან კორძახია და ჩვენ ვისაუბრებთ გზაჯვარედინი 2 შესახებ, ხოლო თუ რა არის გზაჯვარედინი 2 ამის შესახებ ქალბატონი ბაია გვიამბობს გზაჯვარედინიდან გზაჯვარედინამდე როგორ იყო ეს ყველაფერი. გზაჯვარედინი 1 გავიხსენოთ ჯერ უბრალოდ გზაჯვარედინი, როდესაც პირველად ქართველი მხატვრების სათბიზე იქნენ წარდგენილები, სხვა 6 ქვეყნის მხატვრებთან ერთად. 2013 წელს სოთბის აუქციონის სახლის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ თბილისში. მათ დაიწყეს ახალი რეგიონალური პროექტის მომზადება. სახელწოდებით გზაჯვარედინზე, ეს იყო ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ხელოვნება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყეს ჩვენთვის და ვფიქრობ მათთვისაც, რადგანაც ამ დრომდე მათთვის უცნობი რეგიონის მხატვრების თანამედროვე ხელოვნება წარადგინეს პირველად. ეს იყო 2013 წლის მარტში და თითოეული ქვეყნიდან, ამ 6 ქვეყნიდან მონაწილეობდა 9 ან 10 მხატვარი. საქართველოდან ამ გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 2 გალერეა, ბაია გალერეა და TBC Art გალერეა და ასევე 3 მხატვარი დამოუკიდებლად. 1 წლის მერე ეს პროექტი გაგრძელდა და ეს უკვე იმ წარმატების შედეგია, რომელიც ამ გამოფენას მოყვა და წელს ისევ მოამზადეს პროექტი გზაჯვარედინზე 2, რომელიც ითვალისწინებს სტამბულიდან ქაბულამდე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი მხატვრების ნამუშევრების ჩვენებას. გაიმართება გამოფენა ლონდონში 2014 წლის 27 მარტს. და თქვენ გქონდათ წარმოდგენილი სულ ცოტა ხნის წინ, სანამ გაამგზავრებდით ამ ტილოებს და გზას დაულოცავდით, წარმოდგენილი გქონდათ ბაია გალერეაში, სწორედ ეს ტილოები, რომლებიც სოთბიზე გამოიფინება. დიახ, წელს მონაწილეობს საშენ 3 მხატვარი მონაწილეობდა ჩვენი გალერეიდან ირაკლი ფარჯიანი, მერაბ აბრამიშვილი და კოტე სულაფერიძე. წელს მონაწილეობს ირაკლი ფარჯიანის, მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები და ვახო ბუღაძე. თითოეული მხატვრისგან არჩეული არის თითო ნამუშევარი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ნამუშევრები აირჩიეს, ძალიან დიდი ზომის, იმდენად რომ ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა ამ ნამუშევრების გაგზავნის დროს და გუშინ ძლივს მოვახერხეთ მათი გაგზავნა და ეს თითოეული ნამუშევარი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მხატვრების შემოქმედებაში. კეთილი, ჩვენ სანამ საუბარს გავაგრძელებდეთ, მე მინდა მსმენელს შევახსენო, რომ მათ განკარგულებაში არის SMS ნომერი 917778. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს. SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო, რომლის ვებგვერდის მისამართია SMS კოჯი, ტელეფონი კი 219-4014 და თუ კი თქვენ რაიმე კითხვა გსურთ დავუსვათ ქალბატონ ბაიასთან თქვენი მოსაზრება გამოთქვათ ამ თემასთან დაკავშირებით, მაშინ შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომერზე, რომელსაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 917778. ეს გზაჯვარედინი იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამდენადაც ხდება ის, რომ თქვენ ეთერს მიღმაბრძანებდით აბსოლუტურად სწორად, რომ მხატვრები გვეხმარებიან ჩვენ იმაში, რომ წარმოვადგინოთ საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა. როდესაც სოთბის ან რომელიმე ასეთ მნიშვნელოვანი სააუქციონო სახლი იწყებს, დაინტერესდება რომელიმე რეგიონი, საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ამ რეგიონის თუ თვითონ ეს რეგიონი რამდენად რეაგირებს ამ ფაქტზე. ის რომ მერაბ აბრამიშვილი, ირაკლი ფარჯიანი, კოტე სულაფერიძე, ჩიფსონ ხუნდაძე, ავთოვარეზი და ყველა მხატვარს აღარ ჩამოვთვლი მონაწილეობენ ამ გამოფენაში. ეს არის ამ მხატვრების დამსახურება, მათი აი ამ შემოქმედებითი მოღვაწეობის, მათი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მოღვაწეობის შედეგი.
და მე შემიძლია ვთქვა, რომ აი რეაგირების სახით შეიძლება ის აღვნიშნოთ, რომ რადგანაც ეს არის ფინანსური ორგანიზაცია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნამუშევრები გაიყიდება თუ არა ამ აუქციონზე, როდესაც სააუქციონო სახლი აწყობს გამოფენას ან აუქციონს და იმ სივრცისთვის სრულიად უცნობ მხატვარს წარმოადგენს, როგორც იყო აი ამ ჩვენი გამოფენის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თვითონ იმ ქვეყნის წარმომადგენელი კოლექციონერები იქნებიან ეს თუ მთავრობა იქნება თუ ეს სახელმწიფო პოლიტიკა იქნება შეიძენენ ამ ნამუშევრებს თავიანთი მუზეუმებისთვის, თავიანთი კოლექციებისათვის. შარშან ასე მოხდა, რადგანაც აი მე 6 ქვეყნიდან ამ ქვეყნების უმრავლესობა ძალიან დაინტერესებული იყო ამ პროექტის წარმატებით და 6-დან თითქმის 4 ქვეყანა ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ამ ნამუშევრების შეძენაში. სამწუხაროდ გარდა საქართველოს გაიყიდა მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი, მაგრამ სავარაუდოდ ეს შედეგი დამოკიდებული იყო არა იმაზე, რომ თქვა სხვა მხატვრების ნამუშევრები არ იყო საინტერესო, არამედ იმაზე, რომ პირველი ნაბიჯი ყოველთვის ძალიან რთულია ფინანსური თვალსაზრისით და ამ პირველი ნაბიჯის გადადგმაში ყოველთვის ეხმარება თვითონ სახელმწიფო და იმ ქვეყნის წარმომადგენელი კოლექციონერები, რაც სამწუხაროდ ჩვენ შემთხვევაში არ მოხდა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კი არ უნდა დავეხმაროთ რომელიმე მხატვარს იქ მათი სურათის შეძენით, არამედ ეს მხატვრები ეხმარებიან ჩვენ ქვეყანას, საქართველოს, ჩვენ ხელოვნებას, რომ გაიტანონ ის საერთაშორისო ასპარეზზე, ანუ ეს მხატვრები იმდენად მაგრები არიან, რომ იმათ შეძლეს, რომ თავიანთი ნამუშევრებით მოხვდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და რა თქმა უნდა ჭირდება საჭიროა გარკვეული რეაგირება ამ ფაქტზე, რომელიც შემდგომში ძალიან სერიოზულ შედეგს მოიტანს. მაგალითად, მას შემდეგ რაც მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი გამოფენაზე გაიყიდა, სოტბის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მხატვარი წარედგინათ აუქციონზე და 2013 წლის ნოემბერში აუქციონზე პირველად გაიტანეს საქართველოში მოღვაწე მხატვრის. არა იმ მხატვრის, მე მინდა დავაზუსტო, ქართველი მხატვრის, რომელიც თქვათ უცხოეთში მოღვაწეობს. ესეთი შემთხვევები ბევრი ყოფილა, არამედ საქართველოში მოღვაწე მხატვრის ნამუშევარი და ეს მეორე ნამუშევარიც გაიყიდა. ანუ უკვე 1 წლის მანძილზე 2 შემთხვევა დაფიქსირდა ერთი მხატვრის ნამუშევრების გაყიდვის. ეხლა მესამეჯერ უკვე გამოიფინება მერაბ აბრამიშვილის სურათი და მე ვფიქრობ, რომ ამ მხატვრისთვის უკვე ჩვენი დახმარების გარეშე გახსნილია გზა. ანუ თვითონ ამ მხატვარს მიყავს ქართული ხელოვნება საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და თვითონ რა შეეხება ჩვენი მხატვრობის ეს შედარებითი დახასიათება მაინც და მაინც არ არის კარგი, მაგრამ ჩვენ როდესაც არ არის იმდენი ფინანსები, რამდენიც საჭირო, არ არის იმხელა ბაზარი, როგორც საჭირო, ამ დროს საკმაოდ მაღალ დონეზე დგას მაინც მხატვრობა. ყოველ შემთხვევაში მე როგორც ვიცი, იქ წარმოდგენილ სხვა მხატვრებს შორის, იმ 60 სხვა მხატვარს შორის ძალიან გამოირჩეოდა ქართველების ნამუშევრები. მე არ მინდა მიკერძოებაში ჩამეთვალო, შეიძლება ამ შემთხვევაში არაობიექტური ვიყო, მაგრამ ჩემთვისაც ძალიან გამოირჩეოდა და საინტერესო იყო. საერთოდ საინტერესო იყო თვითონ ამ პერიოდის წარმოდგენა, იმიტომ რომ დაახლოებით 60-იანი წლებიდან დღემდე იყო წარმოდგენილი ეს ძალიან ისეთი ხანგრძლივი პერიოდი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც რაღაც 80-იან წლებამდე ვთქვათ ერთი მიმართულებით მიდიოდნენ, მაგრამ იქ შიდა განსხვავებები და დიფერენციაციები იგრძნობოდა და სადღაც 80-იანი წლების შემდგომ დღევანდელ დღემდე, როდესაც ძალიან შეიცვალა აი ამ სხვადასხვა ქვეყნების მხატვრობის მიმართულებები და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც, იმიტომ რომ ჩვენც მოკლებული ვართ იმ სიამოვნებას, რომ თქვათ ნებისმიერი ჩვენი მეზობელი ქვეყნის თანამედროვე მხატვრობასაც კი კარგად ვიცნობდეთ და ისე რომ ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო პროექტი იყო. ეს გამოფენა 2014 წლის 27 მარტიდან 2 აპრილამდე გასტანს და აქ იქნება გამოფენილი სწორედ თქვენს მიერ გაგზავნილი ტილოები და ასევე ის ტილოები, რომლებსაც წარადგენს TBC Art Galleria, რის შესახებაც მოგვიანებით ქეთევან კორძახია ისაუბრებს სატელეფონო ჩართვისას, თუმცა მანამდე მინდა გითხოთ რა პრინციპით და როგორ შეარჩიეს თვითონ სოთბის წარმომადგენლებმა ეს ტილოები. არ იყო მათთვის ეს ამბავი მარტივი, 2 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ თბილისში და ყველაზე მთავარი არ არსებობს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ეს იყო ძალიან რთული მათთვის.
მეც ვფიქრობ, რომ ძალიან რთული პროცესი იყო, რადგანაც მუზეუმში უკვე შეიძლება სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრების მიხედვით შეარჩიო ჩვენთვის სასურველი ობიექტი. ამ შემთხვევაში მათთვის გაცილებით უფრო რთული იყო ეს პროცესი, რა მართალია წინასწარ მოხდა ძალიან ბევრი მასალა გაუგზავნეთ გასაცნობად და ვთქვათ, ჩემთანაც გალერეაში სხვადასხვა კატალოგების მიხედვით ხდებოდა შერჩევა და აგრეთვე იმ ნამუშევრების მიხედვით, რომლებიც უშუალოდ გალერეაში მქონდა, მაგალითად მერაბ აბრამიშვილი შეარჩიეს კატალოგის მიხედვით, ჩემი გალერეის მიერ დაბეჭდილი კატალოგი ვაჩვენე და ძალიან დაინტერესდა. შემდეგ ჩვენ წავედით მერაბ აბრამიშვილის სახლში, სადაც ნახეს ნამუშევრები და იქ მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა, რადგან მათ არ უნდათ ნამუშევრის გაყიდვა, მაგრამ აქაც გარკვეული როლი ითამაშა ამ საერთაშორისო აღიარებამ და საერთაშორისო გამოფენამ შეარჩიეს ეს ნამუშევარი. თვითონ ირაკლი ფარჯიანის ნამუშევარი გალერეაში მქონდა გამოფენილი და იმ ნამუშევარზე შეჩერდნენ. საინტერესო იყო კოტე სულაბერიძის სურათის შერჩევა. მათ ნახეს კოტე სულაბერიძის კატალოგები და მთხოვეს მხატვართან შერჩევა. ძალიან დაინტერესდნენ იმ ფაქტით, რომ კოტე სულაბერიძეს ჰქონდა შესრულებული ნამუშევარი დალტონიკის თვალებით, თვითონ არის დალტონიკი და ამავე თემაზე მას შეუკვეთეს. ეს არის ალბათ ისეთი ძალიან გამორჩეული შემთხვევა, რადგანაც წინასწარ თითქმის არ იცოდნენ საბოლოოდ ეს ნამუშევარი რა სახეს მიიღებდა და მთელი მომზადების პერიოდში, გამოფენის მომზადების პერიოდში ჩვენ ვუგზავნიდით ამ ნამუშევრის ფოტოებს სხვადასხვა ეტაპზე და ძალიან დიდი წარმატება იყო, რომ ძალიან კვაყოფილი დარჩენ აი ამ ნამუშევრით. წელს, როდესაც ჩამოვიდნენ, ისევ ვესტუმრეთ უკვე მერაბ აბრამიშვილის ოჯახს, ირაკლი ფარჯიანის ოჯახს და ასევე ესტუმრნენ ისინი ვახო ბუხაძეს სახელოსნოში და შეარჩიეს თვითონ ნამუშევრები. ვახო ბუხაძის გრაფიკული ნამუშევრები პირველად ნახეს ჩემთან გალერეაში, შარშან უნდათ ამ მხატვრის შერჩევა გამოფენისთვის, მაგრამ მაშინ უკვე შევსებული იყო ის რაოდენობა მხატვრების და ვერ მოახერხეს და აი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი მხატვარი წელს მოხვდა ამ გამოფენას. კეთილი, ჩვენ ახლა რადიო იმედის ეთერის საინფორმაციო გამოშვებას უნდა დავუთმოთ და შემდგომ გავაგზავნებთ გადაცემას. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა, გადაცემის სტუმარია ბაია გალერეას დირექტორი ბაია ციქორიძე და სატელეფონო ჩართვით გვერდება TBC Art გალერეას დირექტორი ქეთი კორძახია. ქეთი, საღამომშვიდობის. ქეთევან კორძახია ჯერეთ. ქეთევან კორძახია. კატო მოგეზალმებით, მივესალმებით ბაიას და თქვენს მენელებს. ქეთევან გურამოვნა კორძახია, კაი. ქეთევან გურამოვნა, კაი. კეთი, აი გზაჯვარედინამდე შარშანაც მონაწილეობდა TBC Art გალერეა გზაჯვარედინში, წელსაც მონაწილეობს, წელს წარმოდგენილი გყავთ ორი მხატვარი, ავთო ვარაზი და მამია მალაზონია და თავად ჩვენთვის როგორი იყო რა განსხვავება ამ ორ გზაჯვარედინს შორის, მართალია მეორეჯერ არ შემდგარა, მაგრამ მაინც მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაწყებულია გადახდის. დიდი მადლობა ჯერ ერთი რომ გადაწყვეტეთ ამ საკითხზე საუბარი და დიდი მადლობა რომ მეც გამპატიჟეთ თქვენთან ეთერში, ასე ვთქვათ, ჩართვით. მადლობა. იცი რა, გზაჯვარედინი მხოლოდ ექსპოზიციის დასახელება. მე ვერ გეტყვი რომ აი ეს წინა ექსპოზიცია იყო რამე, ეს იყო მხოლოდ ექსპონირება სხვადასხვა ქვეყნების, ანუ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მხატვართა ექსპონირება იყო. ეხლა წელს შემოუერთდა ირანი და თურქეთი, იმიტომ რომ აი ბაიას დამეთანხმება მართლა ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა ამ გამოფენას, ჩვენ პირადად ვიყავით ვერნისაჟზე ლონდონში და მართლა ძალიან რესპექტაბელური პრეზენტაცია იყო. ეხლა რაც შეეხება წლევანდელ ამბავს, იცით რა, მე სიმართლე გითხრათ, ეხლა ბაიასი ცოტათი მშურს, რომ ესეთი თამამია, იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრათ, მობარებული მყავს სოტბეციდან 50-იან 60-იანი წლების ქართველი მხატვრები და მე ვარ ძალიან ფრთხილი და
დროზე ადრე აღლაპარაკობ ხოლმე იმ ავტორებზე, რომლებსაც წარმატგენ, იმიტომ რომ ბაიას დამეთანხმება ისევ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ მთელი წლის განმავლობაში და უამრავ ავტორს წარმატგენთ და ისინი რას აარჩევენ, ეს სხვა საკითხია და რომელ ავტორს და რომელ კონკრეტულ ნამუშევარს ეს სხვა საკითხია და მე რაღაცა ცოტა ფრთხილად ვარ, რომ არავის არ ვაწყენინო ხოლმე და დროზე ადრე, სანამ ეს კატალოგი დაიბეჭდება და სანამ თვითონ ეს აქცია არ მოხდება, არ ვლაპარაკობ ხოლმე ვინ არიან ავტორები. ხა თქვენ ორი ავტორი გითხარით, მაგრამ კიდე არის რეზერვში რამდენიმე ავტორი, მე აი 2-3 დღეში უნდა მოვაწერო ხელი ამ კონტრაქტს და 2-3 დღეში უკვე უნდა გაუშვა ეს გამზადებული ნამუშევრები სამისი ყველაფრით. და ცოტა ფრთხილად ვარ, იმიტომ რომ ის ავტორები არიან ასაკოვანი და არ მინდა ვინმეს ეწყინოს, იმიტომ რომ საქართველოში მოქმედი და აქტიური და მნიშვნელოვანი და ღირებული ავტორი არის ძალიან ბევრი. ამიტომ რაღაცა ცოტა ისე ვარ ხოლმე, მაგრამ კეთი ბაიამ როგორც აღნიშნა, ბაია გალერიამ უკვე მოვაწერა ხელი კონტრაქტს და შესაბამისად ამიტომაც მე ჯერ არ მომიწერია, მე ხვალ დილას უნდა მოვაწერო. მოვაწერე, იმიტომ რომ ჯერჯერობით მე იცით რა არის, აქ არის ერთი რამ. ანუ მექანიზმი არის ასეთი. ჩვენ წარმოვადგენთ მთელი წელი გარკვეულ ავტორებს, გარკვეულ ნამუშევრებს, ისინი ჩამოდიან, ნახულობენ, თანხმობენ, რაღაცა თვითონ ირჩევენ. შემდეგ მიდის მოლაპარაკება რა ფასით შეიძლება, რა ფასი შეიძლება დაედოს ნამუშევრებს. ეს არ არის იოლი თემა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ყველას გონია ხატრული ღირებულებით, რა თქმა უნდა, ქართველი ავტორები, მე ვთვლი, რომ არის ძალიან მაღალი კატეგორიის, მაღალი რანგის ხატრობა გვაქვს, მაგრამ იქ წარსადგენად ეხლა დასაფიქსირებლად რაღაცა ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად ეხლა ყველა ამაზე არ მიდის, რომ არ არის ეხლა სიმართლე გითხრათ ამ სოტბიზე რა ფასითაც გადის ნამუშევარი. მე მაგალითად აი ეხლა რო გაიყიდა ვერა აბრამიშვილის ნამუშევარი 17500 ფუნტად, ეს არის დაახლოებით 20000 $25,000. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მერაბი ჩემთვის პირადად და ობიექტურადაც ბევრად უფრო მეტი ღირს და მე სიმართლე გითხრათ ამ ფაქტს საერთოდ არ გავაჟღერებდი, იმიტომ რომ ის ბევრად უფრო ღირებული და ბევრად უფრო ძვირიანი მხატვარი, არა მარტო როგორც ავტორი, არამედ როგორც საქართველოსთან წარდგენილი მხატვარი, როგორც ქართველი არტისტი. რაღაცა ახლა მე არავის ასე მოხდა და ეს კარგია, მაგრამ მე იმედი მქონდა, რომ ბევრად უფრო ძვირად გაიყიდებოდა. მაგრამ თავისთავად ეს რადგან პრეცედენტი დაფიქსირდა, ეს არის ძალიან კარგი. ეხლა რაც შეეხება წლევანდელ გამოფენას. ხო, მე ორი ავტორი ვთქვი, რომელიც ნამდვილად უკვე ჩადებული მაქვს ყუთში. და კიდე ორ ავტორზე მაქვს, ოღონდ ამას არ გამამხელ დროზე ადრე. იმიტომ რომ მე მაქვს რაღაცა მოლაპარაკება, რომ დროზე ადრე ეს არ უნდა გამამხელო და მეცაც გეტყვით, რაღაცა ავტორები შეიძლება გაყიდვის თემაც არის, მაგრამ მოლაპარაკების ფარგლებში ეს თემა საერთოდ გაჟღერებას არ ექვემდებარება. კეთილი, მაშინ შეგიძლია გითხრა რა ზელი აი ამ გზაჯვარედინი ორისგან. ზოგადად გზაჯვარედინი ორისგან ველი იმას, რომ იქნება ბევრად უფრო კარგი ექსპოზიცია. სიმართლე გითხრათ, აი ხა ჩვენ აი ბაიას დამეთანხმება ალბათ, რომ ექსპოზიცია სხვა ქვეყნების იყო ხარისხით ბევრად უფრო ნაკლები. ჩვენი ავტორები, ბაია ხო ეგრეა? ნამდვილად. ჩვენი ავტორები იყვნენ ყველაზე მაგრები. არ იყვნენ ესე? მე ვერ ვიტყვი ასე, იმიტომ რომ შეიძლება ჩამეთვალოს არაობიექტურობაში და ცოტა აი მე ჩამეთვალოს და დამეთანხმე. ხილეს ვიჩენ. არა, ხო, იმიტომ რომ საქართველოს მართლა ძალიან კარგად იყო წარმოდგენილი, არა? მეც ასე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად იყო წარმოდგენილი. თუმცა შედეგით სახეზეა. მაინც საინტერესო იყო მთელი გამოფენა ჩემთვის რა. არა, რა თქმა უნდა, გამოფენა საინტერესოა, ხო და ძალიან მინდა რომ აი კიდე ხან გაიზარდა აი ამ გამოფენის საზღვრები და კიდე სხვა ქვეყნების დაემატა. ჩვენ გაიცათ უკვე ალბათ უნდა გქონდეს ამბიცია და მოლოდინი იმისა, რომ
იყოს კავკასიური გამოფენა და არა ვთქვათ ესე უბრალოდ ხმაურზე და ბევრ ანუ დიდ დამწრე საზოგადოებაზე ორიენტირებული. Რა თქმა უნდა გაყიდვა არის ძალიან კარგი, მაგრამ თავისთავად აი ეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ იქ დაფიქსირება არის ძალიან კაი რამ. ფაქტად არის ძალიან კარგი. კარგი, კეთი, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. შენთან ერთად საუბარი როგორც ყოველთვის საინტერესო იყო ტელეფონით თუ სტუდიაში. ახლა აქ დაგემშვიდობებით და გავაგრძელებთ საუბარს უკვე სტუდიაში. მშვიდობიანი ღამე გქონდეთ. ასე, მადლობა. ნახვამდის. ჩვენ შეგახსენებთ ასევე რომ თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი მოსაზრებები თუ თქვენი კითხვები ნომერზე 917778 მოკლე ტექსტური შეტყობინებით SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო რომლის ვებგვერდის მისამართია SMS კოდი ტელეფონი კი 294014 და ერთ-ერთი SMS-ი მოვიდა თქვენს სახელზე გალბატონო ბაია მე სულოცავ ამდით წარმატებას, დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასეთი კარგი ქალბატონი ბრძანდებით გწერენ თქვენ. და ჩვენ მოდით გზაჯვარედინიდან დაბრუნდეთ უკვე გალერეაში, რომელიც არსებობს 20 წელია. თავის დროზე ალბათ 1992 წელს გალერეის გახსნა ეს იყო რაღაც ერთგვარი ძალიან დიდი რისკი. მე მინდა აღვნიშნო რომ მაშინ გალერეა გავხსენით ჩემი მეგობრებთან თეატაბატაძესთან და კეთშუბლისთან ერთად და ამ გალერეის გახსნის მიზეზი არ იყო მხოლოდ რაღაც გალერეის შექმნა საქართველოში და ასე შემდეგ ჩვენი სადაც მუშაობდით მხატვრის სახლში და ქართული ხელოვნების ინსტიტუტში ეს ამ ორგანიზაციების შენობები დაიწვა და ჩვენი ძულებული ვიყავით იმის გამო რომ სამსახური აღარ ქონდა რაღაც მოგვაფიქრებინა და მოვიფიქრეთ გალერეა და შარდენის ქუჩაზე ვიქირავეთ ფართი, სადაც დავიწყეთ მოღვაწეობა. იყო ძალიან უცნაური პერიოდი, როგორც გახსოვთ, არ იყო სინათლე, აი ამ სულ სინათლობის დროს ვახერხებდით გამოფენების გაკეთებას, არ იყო არ მუშაობდა ტელეფონი, თვითონ შარდენის ქუჩა იყო სრულიად უკაცრიელი, მაგრამ ნუ რაღაცნაირად მოვახერხეთ, რომ აი ამ 10 წლის მანძილზე ერთად ვიმუშავეთ, მე 2000 წელს გალერეა დაიშალა, რომელიც ორიენტი ერქვა და მე უკვე იმავე ადგილას გავაგრძელე მუშაობა ბაია გალერეის სახელით. ნუ ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩემთვის და მხატვრობისთვისაც, იმიტომ რომ 1992-დან 94 წლამდე სანამ სხვა გალერეები გაიხსნა, ჩვენი გალერეა იყო ერთადერთი თბილისში და ასე ვთქვათ ძალიან ყველა მხატვრისთვის ძალიან საყვარელი ადგილი. და თქვენ გქონდეთ აუქციონები. ჩვენ ვაწყობდით აუქციონებსაც. ვედავდით და ვაწყობდით აუქციონებს, ჩემთვის ახლა ძალიან სასოციალო როცა ამ აუქციონებს ვიხსენებთ, მაგრამ შემიძლია ვთქვათ, რომ ეს აუქციონები იყო უფრო აი იმ პროცესის მაჩვენებელი, რაც მაშინ მიმდინარეობდა და ამ აუქციონის მასალების მიხედვით ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადგინოთ ჩვენი თანამედროვე მხატვრობის რეიტინგიც კი, იმიტომ რომ ამ აუქციონზე როგორ მიმდინარეობდა ფასების აწევა, როგორ იცვლებოდა ფასი, მხატვრის ინდექსი და ასე შემდეგ იყო ძალიან უცნაური, რადგანაც მაშინ იყო ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი მყიდველები იყვნენ უცხოელები და როდესაც ჩვენ ვადარებთ მხატვრობის ნამუშევრების ფასებს ახლა და მაშინ ეს არის რაღაც საოცრად დიდი სხვაობა ფასებს შორის და ვფიქრობ რომ აი ესეთი ზრდა არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს ალბათ საერთო ეკონომიკური მდგომარეობით უფრო ასახსნელია ვიდრე თვითონ ამ მხატვრების ფასების გაზრდით კონკრეტულ ნამუშევარზე. თვითონ ეს აუქციონის სისტემა ალბათ ძალიან მართლა ძალიან საინტერესო მეჩვენება. თუმცა ჩვენთან არ არის და ამის მიზეზებიც არსებობს გარკვეული. გარკვეული მიზეზები არსებობს, რადგანაც აუქციონზე მაინც არის შეიძლება შეიძინო ის ნამუშევარი, რომელიც რარიტეტული მნიშვნელობის არის და რომლის შეძენა არ ხდება ჩვეულებრივად მხატვრის სახელოსნოში ან სადმე გალერეაში, საგანგებოდ ხდება მომზადება აუქციონისთვის. საქართველოში არ არსებობს ის ინფრასტრუქტურა, რომელმაც შეიძლება
განსაზღვროს აუქციონის მუშაობა და არ არსებობს მყიდველთა კოლექციონერების გარკვეული წრე, რომელიც დაეხმარება ამ აუქციონს, რომ რეალურად იმუშაოს. ანუ ეს ლოკალური მდგომარეობა ჩვენი ხელოვნების ბაზრის ძალიან ცუდად მოქმედებს საერთოდ აი ამ ხელოვნების ბიზნესის განვითარებაზე. თუმცა მე ვფიქრობ, რომ აი თუნდაც ეს ერთეული შემთხვევა როგორც არის ჩვენი მონაწილეობა აი ამ სოტბის აუქციონზე, გარკვეულწილად ჩვენ მხატვრობას დაეხმარება, რომ იმ საერთაშორისო სისტემაში ჩაერთოს და რეალურად ადრე თუ გვიან დადგება საკითხი, რომ საქართველოში შეიქმნას ის ინფრასტრუქტურა, შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ხელოვნების ბიზნესის წესიერად განვითარებას. და ამისათვის ძალიან აუცილებელია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა, კულტურის პოლიტიკა იყოს ძალიან მიზანმიმართული ამ საკითხში. და თვითონ იმდენად საინტერესო მათი დამოკიდებულება თუნდაც უცხოელების დამოკიდებულება აუქციონების მიმართ და როგორც ცდილობენ ისინი ხელოვნების ნამუშევრების ფასი გაიზარდოს და ეს იყოს ესეთი კარგი დაბანდება, მათ აქვთ გარკვეული კომპანიებს ეხსნებათ გადასახადები თუ კი ისინი გარკვეულ თანხებს საკანონმდებლო ბაზაზე ვლაპარაკობ და საგადს დასახადო სისტემაზე, ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. ჩვენთვის ჩვენთან ხელოვნების ბაზარს აქვს ძალიან ხანმოკლე ისტორია, ანუ დაახლოებით 20-25 წელია რაც საქართველოში ეს ხელოვნების ბაზარი არსებობს. როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში ეს საუკუნეზე დიდხანს გრძელდება უკვე. და მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ სახელმწიფო პოლიტიკას კი შესახებ როდესაც ვლაპარაკობ კულტურის სფეროში ამ მიმართულებით, ხო? ალბათ შემუშავებული უნდა იყოს შესაბამისი კანონები, რომ ხელი შეწყობა მოხდეს აი ამ სფეროს განვითარების. რადგანაც ჩვენ ქვეყანაში რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო, განუწყვეტელი არეულობის, ეკონომიკური კრიზისების, საომარი მდგომარეობის გამო, ყოველთვის ხდება ამ პროცესის გარკვეულად შეწყვეტა და განვითარება ხელს უშლის ძალიან ბევრი ფაქტორი. რისი შეცვლაც ალბათ აუცილებელია მომავალში. კეთილი, ჩვენ ახლა მუსიკას ნადავთ რადიო მედის ეთერის, შემდგომ საინფორმაციო გამოშვება და ამინდის პროგნოზი გელით და ამის შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს ბაია წიქორიძესთან ერთად. არ გამოტოვოთ კატო საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია ბაია გალერეას დირექტორი ბაია წიქორიძე და ჩვენ საუბრობთ გზაჯვარედინი 2-ის შესახებ. ეს არის 2014 წლის 27 მარტიდან 2 აპრილამდე გაიმართება ლონდონში. იქნება ეს დიდი გამოფენა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოც და ქართული მხარდან წარმოდგენილია ბაია გალერეას მიერ სამი მხატვარი და ასევე ქეთევან კორძახიას მიერ TBC Art Gallery-ის მიერ არის წარმოდგენილი მხატვრები, ორი მხატვარი ვიცით უკვე, დანარჩენი კეთიმ ჯერჯერობით საიდუმლოდ დატოვა, მანამ სანამ კონტრაქტს ხელს მოაწერს. თუმცა თქვენ იმიტომ გაგვიმხილეთ, რომ თქვენი კონტრაქტი უკვე დადებულია. მე მგონი არავითარი სიფრთხილე ჩემი მხრიდან აღარ არის საჭირო, რადგანაც ჩვენ დეკემბრის ბოლოს გავაფორმეთ კონტრაქტი. ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს სოტბის აუქციონის სახლთან და ის პირობები, რომელიც კონტრაქტში არის გათვალისწინებული, უნდა შევასრულოთ ჩვენმა მხარემ და სოტბის მხარემ, ისე რომ ერთადერთი პირობა იყო, რომ შეიძლება გადაიდოს გამოფენა რაღაც მცირე დროით სოტბიდან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ისე რომ ის სამი მხატვარი, რომელიც ჩვენ რამოდენიმე დღის წინ წარვადგინეთ გალერეაში, გამოიფინება სოტბის გამოფენაზე. თვითონ თქვენ რასელით გზაჯვარედინი 2-ისგან და გზაჯვარედინი პირველი არა გზაჯვარედინზე დამსახურება იყო, თუნდაც ის მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი, რომელიც ჩვენ ახსენეთ, რომელიც უკვე გაიყიდა იქ მერე მოგვიანებით. ამ გამოფენის შემდეგ უკვე შემოდგომაზე სოტბის აუქციონის სახლმა მოამზადა ახალი ტიპის აუქციონი. სახელწოდებით თანამედროვე აღმოსავლეთი. ამ აუქციონზე მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე მხატვრები,
რუსეთიდან და აღმოსავლეთიდან და ამ აუქციონზე პირველად გაიტანეს მერაბ აბრამიშვილის სურათი. თუ შარშან გამოფენაზე გაიყიდა მერაბ აბრამიშვილის სურათი და რადგანაც მე ხელი მოწერილი მაქვს კონფიდენციალობაზე, ამიტომ არ შემიძლია დავასახელო რა ფასად, მაგრამ გაიყიდა ძალიან სერიოზულ ფასად, აუქციონზე გაიყიდა შედარებით ნაკლებ ფასად, მაგრამ მე მინდა კეთი დავამშვიდო, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც გამოფენებზე და აუქციონზე ხდება მხატვრის ფასის დადგენა და 17500 ფუნტი მერაბ აბრამიშვილის სურათისთვის ნამდვილად არ არის დაბალი ფასი, რადგანაც შარშანდელთან შედარებით ამ გამოფენის და აუქციონის შემდეგ მერაბ აბრამიშვილის სურათების ფასები გაიზარდა ორჯერ, ანუ 100%. ისე რომ მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. შეიძლება რომელიმე აუქციონზე არ გაიყიდოს ნამუშევარი და ეს არ არის მხატვრისთვის ცუდი მოვლენა. არამედ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი მხატვრის ფასის დადგენისა და ჩამოყალიბების საქმეში. მხატვრის ფასის დადგენა და ჩამოყალიბება საკმაოდ რთული საქმეა და თქვენ ცდილობთ რომ ეს მეტნაკლებად თქვენი ერთგვარი კატალოგი საკუთარი მაინც გქონდეთ და 10-12 წელი იქნება უკვე რაც კერძო კოლექციებს სწავლობთ არა მხოლოდ ის რა არის მუზეუმებში დაცული, არამედ კერძო კოლექციებში რა არის დაცული. 10 წლის წინ დაახლოებით 2000 წლიდან დაიწყო ჩვენმა გალერეამ მუშაობა ამ პროექტზე თავიდან ერქვა კოლექციიდან კოლექციამდე და ჩვენ შევისწავლეთ საქართველოს კერძო კოლექციებში არსებული ძალიან დიდი მასალა. შევქმნით ელექტრონული ვერსია, ანუ მონაცემთა ბაზა ამ მასალის და ძალიან მნიშვნელოვანია ეს იმ თვალსაზრისით, რადგანაც დროთა განმავლობაში ერთი კოლექციიდან მეორეში გადაინაცვლებს ნამუშევარი, ზოგჯერ შეიძლება განადგურდეს, ზოგჯერ შეიძლება საქართველოს ფარგლებს გაიყიდოს ძალიან ხშირად. ისე რომ ინფორმაცია ამ ნამუშევარზე ჩვენთან რჩება. ამ მონაცემთა ბაზის შედეგად და ამ კვლევის შედეგად ჩვენ გამოვეცით რამოდენიმე წიგნი. ეს არის ელენე ახვლედიანის ნამუშევრების კატალოგი, სადაც 300-ზე მეტი სურათი შევიდა ელენე ახვლედიანის სწორედ კერძო კოლექციიდან და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მასალა, რადგანაც წინ საბჭოთა პერიოდში გამოცემული იყო რამოდენიმე კატალოგი ელენე ახვლედიანის შემოქმედების შესახებ, სადაც ძირითადად იყო მუზეუმის მასალა და რამოდენიმე ნაწილი სურათების იყო კერძო კოლექციებიდან. ეს არის სრულიად ახალი, ჯერ კიდევ უცნობი მასალა. პერიოდულად ვაკეთებთ წელიწადში რამოდენიმეჯერ გამოფენებს აი ამ კერძო კოლექციებიდან. კერძო კოლექციებიდან იყიდება ნამუშევრები, რომელიც ჩვენ გალერეაში ძალიან ხშირად არის გამოფენილი მეორე სართულზე. ყველა ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევარი, აი ესეთი რარიტეტული ნამუშევრები არის ძალიან ხშირად და აი ნებისმიერ მუზეუმში შეიძლება ეს ნამუშევარი წარმოედგინოთ, იმდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს კერძო კოლექციებში დაცული სურათები. ასევე ვსწავლობთ ქართველი მხატვრების ნამუშევრებს უცხოეთის კოლექციებში და ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ უცხოური კოლექციიდან ჩამოგვიტანია რამოდენიმე ნამუშევარი. მაგალითად, ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრები ძალიან ხშირად არის ჩვენს გალერეაში. ცნობილია, რომ ეს მხატვარი 20 წლებში წავიდა საფრანგეთში, იქ ცხოვრობდა, იქ გარდაიცვალა. ძალიან საინტერესო მხატვარი იყო და მე ძალიან მიხარია, რომ ამ მხატვრის ნამუშევრები უკან ბრუნდება საქართველოში. აი ეს მიმოცვლის პროცესი, რომელიც საერთოდ ახასიათებს ნამუშევრებს და საერთოდ სურათების, ცალკეული სურათების ისტორია, სურათებს თავისი ბიოგრაფია გააჩნიათ და სწორედ უცხოურ აუქციონებზე, საერთოდ აუქციონებზე ნამუშევარს ძალიან ხშირად ფასი ემატება მისი წარმოშობის მიხედვით, მისი ბიოგრაფიის მიხედვით, თუ რა არის დაკავშირებული ამ სურათთან, სად იყო გამოფენილი, ვის კოლექციაში იყო, სად გადაინაცვლა. აი და ჩვენს მე მიხარია, რომ მე შევძელი, რომ საქართველოშიც გარკვეულწილად დავიწყეთ გარკვეული კარტოტეკის შედგენა აი ამ ნამუშევრებს. აი ჩვენ ვისაუბრეთ თვითონ მხატვრების შესახებ, აუქციონების შესახებ, მაგრამ არ გვისაუბრია ქართველი დამთვალიერებლის თუ შემფასებლის როგორ შეიძლება მას მოწოდოთ შესახებ. ამ ხრივ როგორ ვართ? მხატვრები კარგი ყავს და დამთვალიერებლები როგორი ვართ? ძალიან პასიური. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ჩვენ გალერეას 20 წლის მანძილზე ყავს ძალიან ერთგული დამთვალიერებლები და ყოველი გამოფენაზე
აი პირდაპირ თვალს ადევნებენ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს გალერეაში. თუმცა ჩვენ მხოლოდ ამ თვალიერებას ვერ დავაბრალებთ უყურადღებობას, რადგანაც ის ელოდება ჩვენგან მხატვრებისგან ძალიან საინტერესო სანახაობას. ეს სანახაობრიობის მომენტი, რა თქმა უნდა, თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია. და მე ვფიქრობ, რომ ქართველი მაყურებელი გარკვეულწილად მოკლებულია ამ სანახაობრიობას. ხშირ შემთხვევაში ხდება, რომ ერთი და იგივე მხატვარი იფინება სხვადასხვა გალერეაში. ეს რასაკვირველია დაკავშირებული არის იმ ბევრ პრობლემებთან, რომელიც არსებობს საქართველოში, ქართულ ხელოვნებაში, ქართულ ხელოვნების ბაზარზე. ისე რომ ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად მომავალში ეს შეიცვლება. კეთილი, ჩვენი გადაცემა დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით გზაჯვარედინზე 2 შესახებ 2014 წლის 9-13 იანვარს ბაია გალერეაში იყო წარმოდგენილი ლონდონის სააუქციონო სახლის გამოფენის ისტორია გზაჯვარედინზე 2 სტამბულიდან ქაბულამდე მონაწილე მხატვრების ირაკლი ფარჯიანის, მერაბ აბრამიშვილისა და ვახო ბუღაძის ნამუშევრები უკვე გაიგზავნა ლონდონში და ამ გამოფენაში ასევე მონაწილეობს ბაია გალერეას გარდა მონაწილეობს TBC არტ გალერეა, რომელმაც გაგვიმხილა ჯერჯერობით მხოლოდ მათი 2 მონაწილე მხატვარი ავთო ვარაზი და მამია მალაზონია. დანარჩენი შესახებ ჯერჯერობით ქალბატონმა კეთილან კორძახიამ დუმილი ამჯობინა. მე მადლობას გიხდით ქალბატონო ბაია სტუმრად მობრძანებისათვის. მადლობა ჩვენს მსმენელს ყურადღებისთვის. გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.